ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს მარკო რუბიო შეხვდა თავის კოლეგებს იაპონიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. ეს სახელმწიფოთა ის ჯგუფია, რომელიც ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის სახელითაა ცნობილი. ექსპერტების აზრით, 4 ქვეყნის გაერთიანება ჩინეთის მზარდ გავლენასთან ღია დაპირისპირებას გულისხმობს. მარკო რუბიო ცნობილია თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით ჩინეთის მიმართ. იგი პირობასდებს, რომ პეკინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა მისი და ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება. ჩვენს ქვეყანაში როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ კურსს ამომრჩევლები წყვეტენ და მათ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრეთ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს. ეს ინტერესები გაგვიძლიერებს და გაგხვდის უფრო უსაფრთხოს. პარალელურად, ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. პეკინში მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა იაპონია და ინდოეთი, ჩინეთს ვაშინგტონთან მოსაოდნელი სავაჭრო ომისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება.